მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. პირადზე მინდა გაშლა. დიდი ხანია არ გვინახია თქვენი ჩაფიქრებული, მაგრამ დასტა ვერ შეგირჩიეთ. მოდი წლის ბორბალი ვნახოთ, აბა მე ხო დასტებს სახელწოდებებით არ გისახელებ, წამომცდა. კარგით, ნახოთ მაშინ თქვენი ჩაფიქრებული დღევანდელი ენერგია. რას გრძნობს, ჯერ ვისთვის არის, მოდი ნახოთ, ვისთვის არის დღევანდელი გაშლა. აქ მე ასე ვიტყოდი, ეხლა ეს ამ ტიპაჟის მამაკაცი გავყავს ესეთ პოზიციაზე, რომ დიდი არაფერი არ გავუკეთები ახლა თქვენთვის, მაგრამ შეპირებები იცოცხლე თქვა. ხო. თქვენც ძლიერი, ცოტა ხისტი ხასიათით ჩანხართ ამ წუთში ყოველ შემთხვევაში მის თვალში და რაღაცა, ასე რომ ვთქვათ, ძლიერი ცივი შესაძლებელია, კი ბატონო, ბევრთან ასეც იქნება ქალბატონი. თუმცა, აქ არის ესეთი ვარიანტი, თქვენებურად აფერადებთ თქვენს ცხოვრებას, ის მისებურად. ესე იგი, თქვენი ვერსიებს თავაზობთ, ის მისას. ანუ, შეთანხმება აქ. შეთანხმება არ არის და ზუსტად ამას ვფიქრობს ახლა. რა გადაწყვეტილება მივიღო. კარგით, ვნახოთ, ესე იგი, აქ ასე რომ ვთქვათ, კი ბატონო, კაცრი ცივი იერი გაქვთ ქალბატონებო, მაგრამ ანუ რაღაც ბლოკებს დამგეს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ნახოთ ახლა წერას ვეტყვის ყოველ შემთხვევაში. ნახოთ, რას გფიქრობს, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. კი ბატონო, როგორ მივიღო გადაწყვეტილება, როგორ შემოვაბრუნო რაღაც საკითხი, ეს თემა, ან შეიძლება როგორ მოვიგო ამ ქალბატონის გული, ამ ფიქრებში არის. ეს ბოლო წინადადება მომეწონა. კერიას ნახშირი. ეს ნამდვილად მომეწონა. კარგით, რას გრძნობს, რას ფიქრობს ასევე კიდევ. მაგრამ ნახეთ ეს ფიქრები, კი ბატონო, მაგრამ მაინც როგორ არის, იცით, რატომ ხარ ამ ქაოსში. ქაოსში რატო ხარ? ქაოსში იმიტომ არის, რომ ამ ადამიანს თქვენთან უნდა სტაბილური, სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ არ იცის ეგ როგორ მოახერხოს, როგორ მოაგვაროს. ანუ როგორ გადავიდეს შემდეგ პოზიციაზე. აი, თუნდაც როგორ მოიგოს თქვენი გული, რა გესიამოვნებათ, რა გაგიხარდებათ. ამას ვერ აბამს თავს, ან უბრალოდ როგორ არის, იცით, ძალიან გაურკვევლობაში არის. აი, თითქოს ეს ვერ მოიფიქრა და სურვილი ნამდვილად აქვს. კარგი. გავიგეთ, რომ ესე გაჭირებულ დღეში ხარ, მაგრამ რამე თუ შეცვლი და თუ გიშველება, ახლა ის გითხარი ჩვენ. ბრძი საკუთარ თავს, ესეთი რაღაც დაგვეფიქსირა და შეცვლიდა ეს. ეჭვიანობით წკდება. ავად არის, ავად მყოფობს, რომ იწოდეთ. ავად რატო ხარ, რა არის სანერვიულია და ოპერაცია. რაღაც ლოგინზე მიფიქსირდება ეს და ავად თუ არ არის, მაშინ რაღაც აქ შეხვდება. ნახეთ, რამდენადაც ტკბილი ხარ, იმდენად რთულია შენს გვერდით რაღაცა პასუხისმგებელი. აი, ცხოვრება გავაგრძელო, ავად მხთვის ეს ქალი, ისი ამბობს, თქვენ გაბრალებს მის ავადმყოფობას. ხო. თქვენ გაბრალებთ, რომ იცოდეთ.
მაინც მისებურად უბერავს რაღაცა ეხლა ესეთი წამოვიდა ხო ძალიან ესე ვცდილობ ეხლა რომ გადავიტანო და გასიამდვარ ბოლოში მაინც ეს მასავით ზესტაფონელებითა რომ მოდიოდა თბილისიდან და მოკლედ ისეთი რაღაცა მოგულაობდნენ თუ მოდიოდნენ და მე პერევალზე რომ პაგრიშკა გადააგლიჯენ თუ გადაახიენ ისეთი ჭირს ამას მე მაშვება რა ქვია მაინც თავისებურს უბერავს ხო ეტყობა ცდილობს თქვენთან არ არის გამორიცხული თქვენს გვერდით გრძნობდეს თავს ცოტა სხვანაირ ლეველზე ხო აი როგორ არის იცით ხომ არიან ადამიანების გვერდით დადგები და თავს დავუშვათ ძალიან უსუსურად გრძნობან გეამაყება მის გვერდით დგახარან ცდილობ რომ რაღაც უფრო მეტი თუ ხარ ცოტა მოქაქანე მოსაუბრე კი ბევრს ჭირს ეს ან რაღაცა მიდი მოდი გავიხედოთ გამევიხედოთ რაღაცა დუტი მუტი თემა ესეთი თუ გაქვთ უფრო ცდილობ რომ ლექსიკონის გამოსრო ცოტა სხვანაირად ისაუბრო აი რაღაცა ესეთები სჭირს ამას თქვენს გვერდით ხო სანამ შეგეჩვევათ ოღონდ ესეც დაიმახსოვრეთ ძალიანაც არ შეიჩვიოთ რატო სანამ ადამიანი შეგეჩვევათ ის კი ბატონო ამას ცდილობს ამ ყველაფერს მაგრამ რომ შეგეჩვევათ მე შეიძლება თქვენთან ერთად შევიდეს საპირფარეშოში და მოისაქმოს ასე რომ ძალიან არ შეიჩვიოთ ესეთი ტიპაჟები ესეთები არიან იმიტომ რომ ამათთან მაინც გადაულაწუნე გადაუთხლაშუნე ზურგში ესე მათრახი ну ესეთი არის რა ვქნათ ახლა ნახეთ ამას რომ ცდილობს ადამიანი ეს არის უკვე ცდილობს და მასში არ არის და როდესაც ადამიანში არის რაღაც თვისება იმასთან გინდა გაშინაურდი გინდა გამოუშინაურდი მაინც წაბრძანდი მაინც მობრძანდის გეტყვი აი გეთრიე მეტრიე წეთრიან დეგდი არ გეტყვის იმიტომ რომ მასში არ არის ეს მაგრამ რომ მიმიხვდით რისი თქმა მინდა ახლა ადამიანში ეს თუ არ არის მოია ესეთი თუ არ არის ხო ის მიიწებებს ერთჯერადა თქვენს გვერდით მაგრამ მე სხვანაირად გაიცნობთ ცოტა ხანში გაიგეთ რაღაცა ესე არის აქ ესე იგი ეს თქვენი იმიჯი ეტყობა ეს ქალბატონის იმიჯია ხალი ყავს თუ რა ხდება რაღაც მეუცხოვა ესეთი გაშლა მართლა ისე სულ ასე ვიძახი ესეთი გაშლა მქონიაო და მე მგონი ყველა გაშლა მაინც რაღაც განსხვავებული არის ჩემთან კი ძალიან იშვიათად რომ რაღაცები განმეორდეს ხო აი მე ასე ვიტყოდი აქ თქვენი იმიჯი ამ ადამიანს ცვლის და ესე მისთვის დამღლელია თავისთავად დამღლელი იქნება ეს არის უკვე რაც არ ცუდად ჟღერდეს ნიღაბი აი ნახეთ როგორ ცდილობ მე იღლება ადამიანი ან უნდა აღიზარდოს და რა ვიცი ახლა ეს ახერხება უკვე არც პატარა ბიჭუნია რა გარდატეხეს ასაკში ეს ნამდვილად არ არის რომ აღიზარდოს აი ესე არ არის კარგი მიუხედავად ამ ყველაფრისა რა სიზამ რა შეცვლი ეჭვიანობს ეს ხო გითხარი გული წყდება გამოვალ მდგომარეობაში ესე ლაპარაკობ სულ გამოვალ მდგომარეობაში ვარ კაცო გამოვალ მდგომარეობაში რო ხარ გავიგე მაგრამ კაცი ხარ მიდექი მოდექი რაღაც რა ვიცი მოფახუნდი აქეთ იქეთ და რაღაცა ქენი ერთი ძღინგიანი ქალის გული ვერ მოგიგია რა კაცი ხარ ვერ გავიგე ასე ზამბოლობო და განდგება საშველი ეს ჩემი დედოფლები უფრო და დედოფლები უცებ დავაძღინგიანე ეს მდგარი პრინცესები მყავს საუკეთესო
ნუ ვეღა მომიშალა ნერვები რა ვქნა. ახ ერთი ქალის გული ხო ესე არის როგორ ვერ უნდა მოიგუგეთმა. არა, ექნება ცვლილება, უბრალოდ ეხლა ლაპარაკობს, ეთყობა ჯერ ვერ გამოვიდა იწუწუნის მომენტიდან, ხო? მაგრამ გადაავა თვითონაც თავს, ან ვიდეოს მოისმენს და რაღაცა ხდება მის ცხოვრებაში. არა ეს ვიხუვრე ეხლა რა თქმა უნდა რა ვიდეოს აიდან მოისმენს, ხო? მაგრამ რაღაც ხდება თითქოს მის ცხოვრებაში, აი გამოდის ამ ვალ თუ დაბნეული მომენტიდან რაღაცას პოულობს, სხვათა შორის ძალიან ლაღად მოდის აქ რამე დისკომფორტი, ამას აბსოლუტურად არ აქვს. ეხლა დედა თუ გაქვთ ერთმანეთისთვის ნაგინები, იცოდეთ, მაინც არ აქვს ამას დისკომფორტი. ხო, თუმცა ესეც ხუმრობით გავაკეთე ჩანართი. ნახეთ, აი აქ მიუხედავად იმისა, რომ არა დაღლილი ვარო, ამას საუბრობ, ძალიან გადავიყალე, ძალიან ენერგია დაცლილი ვარ, ეს მომენტი აქვს, მაგრამ თქვენ რო დაგინახავთ, ამას დაღლაც ავიწყდება და ყველაფერს ავიწყდება, ენერგიაც მოდის, ძალაც მოდის და რა ვიცი, ხარებით ფთხვინავს აქ და ფიზიკური სიახლოვეზეც თანახმას, რომ ფრთხილად იყავით. ესე გადაღლილი მსლად და მიუკტარებული არ გეგონოთ, მაგისთვის აქვს ძალა და ენერგია, ხო. კი ბატონო. და სხვათა შორის ამ ყველაფერზე სწორ მიმართულებას იპოვის, ეს ზუსტად იცის ამან ეხლა ეს გითხარით მე წუწუნებს მეთქი, უბრალოდ ეხლა რაღაცებს იმაშობე, რა ვიცი, ვისაცოდებს თავს. წუწუნებს, მართლა წუწუნის პოზიცია, თორე ამან ზუსტად იცის თქვენთან როგორ მოიქცეს, როგორ მოვიდეს, როგორ აგაკრეს. ყოველ შემთხვევაში იპოვის ამ გზას და ამ გამოსავალს. და წარსულ თემაზეც ენატრებით ისე დაიწყებს ლაპარაკს, თუ კი იცნობდით, მაშინ გამოდის, რომ არა, იცნობთ თავისთავად, რაღაცა წარსულ თემებზე დაიწყებს ასევე საუბარს. მერე რა იქნება? მერე იქნება, რაც იქნება. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩახუტება, ამ თქვენს ჩახუტებას შეამჩნევენ. ფრთხილად იყავით, არ გამოგიჭირონ. აქ ჩახუტება არის პირდაპირ. იცით რა, თქვენ კმაყოფილი დარჩებით. საქმე იმაშია, მისი საქციელით. მე ერთი დასტა მაინტერესებს, თუ მივაგენი ახლა ეს მარტო ჩახუტება აქან და კიდე ხდება რამე. ნახოთობა ახლა ჩვენ ცოტა გავჩიჩქნოთ, შევძვრეთ. აქ მარტო ჩახუტება ხდება და კიდე არის რამე. აბა, ხვი ახლა. აბა, კიდე რა ხდება? ეს იმდენს გეფანცვალებათ თქვენ, რომ არა, მარტო ჩახუტება არის. შეიძლება ნახეთ როგორ არის. დაგიხადავთ ახლა სცენებსაც აქ. ოღონდ მე არ მოხვიდეთ ერთხელ რო იყო სულ პირველად ქონა ესე ჩემო მამაკაცი მოვიდა და დღემი ღალატა თუ ქუხნაში აბაზონოში თუ გადავირიე კალისად მოხვედი და ტაროლოგდან თუ რაღაცა. ხო, არა, ახლა რაღაცა რა ვიცი, მაინც გეტყვით როგორ იქნება დაახლოებით თანმიმდევრობა. ჩახუტება იქნება ლაითი, მერე თქვენ უკვე ეს ადამიანი გაკვირდებათ. მერე უფრო მოგიჩოჩდებათ და შესაძლებელია სადმე ლაითად ჩამოჯდეთ, გადახვეულები ოღონდ თუ წამოწვეთ, არაფერი არ ხდება ოღონდ, უბრალოდ აი ესეთი სიახლოვეა. მერე ისევ თავშეკავებას გიფიქსირებთ, ესე იგი წყობრიდან გამოყავხართ, ნახეთ როგორ გეთამაშებათ. თითქოს თავსიკავებს და მერე ხდება რაც ხდება აქ. მესამე მცდელობაზე, всё. მესამე მცდელობაზე. იქ იქნება მიწისძვრა. გაიგეთ? ასე რომ ეს კარგი მარღი ვიღაცა გყავთ.
ესე მოგახტი მოგაფრინდი და უხეშად და უზრდელად და ან რაღაცა ისე არ იქცევა, მაგრამ კარგად აწრთობს თქვენს მოთმინებას, რომ იცოდეთ. ამიტომ თუ ეს საკითხი არ გინდათ, მე არ თქვათ, არ ვიცი როგორ მოხდაო. არა, ეს გაძლევთ თქვენ მაგის დროს, აი რაღაც ეტაპობრივად, აი ესეთნაირად. მეც რო დამაინტერესა, იმიტომ რომ აქ ისეთნაირად გაკეთდა განლაგება, რომ არ შეიძლებოდა ეს კითხვები მე რომ არ დამესვა. აქ მარტო ჩახუტებით იწყება, მაგრამ მერე რა სიზამ. რა მოყვება ამ ყველაფერს ბოლო-ბოლო. რა მოყვება. ეხა მე რო გითხრათ რა მანდა მაინც ის არის თქო ხელის თხოვნა და ქორწილები თქო ქორწილები მორწილები არ აგინეცოლი მაგრამ არც მიტოვების მომენტი არ არის მაგრამ თქვენ რაღაც მაინც რა არის ეს მისი ოჯახი არა ნახეთ როგორ არის აი ამიტომ ჩავეძიე მე ამ ყველაფერს ვიღაცისთვის ზუსტად ასე იქნება მე ექნება კი ხასიათის ცვლილება შეიძლება იცით რა არის რაღაცის გამო მოუწიო სადმე წასვლა თუ ესეთი რაღაცები არის აქ ცოტათი მაგრამ მაინც ეს მიტოვება არის თუ ბრუნდება ზოგადად არა, საბოლოო ჯამში ესე მიწავიდეს და რაღაცა არა, უბრალოდ აქ რაღაც სხვა გარეშე პრობლემები არის ახლა. გარეშე პრობლემები შეიძლება თქვენ შეგექმნეთ, დაუშვათ, სადმე წახვიდეთ, გადაადგილდეთ ასე შემდეგ დროებით, ხო, ან ის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიატოვეთ და ასე შემდეგ იქნება აქ მაინც ისე ცვლილებები რაღაცა, მორყევები. ასე რომ ეს მომენტებიც გაითვალისწინეთ, ეს ლოგინი თქვენ არ მოგიტანთ ქორწინების გარანტიას. რომ ამით აუცილებლად დაქორწინდებით. თლადესი არ მოიტანს, მაგრამ ეხლა საჯარო გაშლა ამდენზე ვიღაცასთან გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს რაღაცა. გარკვეული დროის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში თქვენთან მაინც რჩება ეს ადამიანი. კი, გარკვეული დროის. იმ წუთში არა, მაგრამ რაღაც იქნება, ცოტა ესენი თემები და მე ფიქსირდება. ვიღაცასთან მაინც ვიტყოდი, რომ კი, მიდის მაინც ურთიერთობა დაოჯახებამდე, ნახეთ. მაინც მიდის კი. ანუ ეს ქაჯუნია ტიპაჟი გრუზინსკი არა გვყავს აქ სახეზე, ხო? ეს ქალბატონს რო აკოცებს და მე ელეთმელეთი ემართება. თითო ვაკოცი. ამას ახლა სახში რა ვაშევიყვანო. ამას ცოლად რა ვამევიყვანო? კოცნის უფლება მომცავ ახლა წარმოიდგინეთ. რა ვიცი ახლა ყველას თუ კოცნის ეს ქალი სხვა თემაა, მაგრამ მარტო შენ თუ გაკოცა. ესე იგი უნდა გაგიხარდეს, რომ ან გრჩეული ხარ, ან გამოგარჩია, ან რაღაცა. კაცო, ეს კი არ უნდა დაგემართო, მაგრამ რა ხარ, შოკი ემართება. ეთყობა არც ელოდება, ხო, ესეთ დროს ადამიანი. ესეთი ტიპაჟი არა გვყავს ყოველ შემთხვევაში აქ. კასტილებმა რო შეაწუხოს თავში და შოკი მიიღოს ამის გამო. კი, რა არ გაგიკვირდეთ, არიან ესეთი ტიპაჟის მამაკაცები, სხვათა შორის. აი, ქალბატონმა თუ მისცა კოცნის უფლება, სხვა რამეზე არა მაქვს ლაპარაკი, всё. რატო ეს რას ქვია გააკეთე? ანუ, ხო, ეს არის უკვე ის მომენტი, რომ ესე ქალს არ აქვს არაფრის უფლება. იქნება მეც დამაინტერესა სიტყვაზე, აი, ხო არის, რომ თუ შენთან რაღაც ეს ფიზიკურის შორიდან ხომ აი ახლოში. ესეთი რაღაცები ამასთან არ არის პრობლემა, მაგრამ არიან ესეთი ტიპაჟის მამაკაცები, ამას ვამბობ, რომ ეს მოკლედ შოკში აგდებთ. გაიგეთ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ.
ასე რომ ძალიან რომ შეიძლება მართლა ცოლად უნდოდეთ მამაკაც შეიძლება მართლა უნდოდეთ თუ მისცემთ ცოტა მეტის უფლებას გადაიფიქრებს ამიტომ მაგასაც დააგვერდით და გაითვალისწინეთ რა კატეგორიასთან მოხვდებით რა მიწევს ლაპარაკი რა ვქნათ ესე არის და ეს იმხელა პრობლემაში რჩება ზოგიერთთან რა ვიცი ახლა სხვათა შორის ერთხელ კი არ მქონდა ესეთ შემთხვევა და გოგომ ბიჭო გოგო არა დედა იყო და ისეთნაირად იმაშვებოდა ირეო და ამდენი წელიწადიაო გოგოს არავინ ყოლიაო რაღაცაო და ამ ბიჭთანო დაიწყო მეგობრობაო და რაღაცაო ძალიან კი დაახლოვდნენო ეხლა ზუსტად არ ვიცი რამე თუ მოხდა მათ შორის მაგრამ ამ ბიჭს რატომ მიატოვაო გადარეული იყო ქალი შოკში იყო არავინ არ ყოლიაო ჩემი შვილია პირველი იყო ასე იყო ისე იყო ისე ხდება ასეთებიც არა ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვაგანაც ხდება ესეთი რაღაცეები რომ იცოდეთ მაგრამ ეს გრუზინსკი მაინც ახლა ხომ მეტი მისახვედრი რომ იყოს ამიტომ ჩაგირდეთ ამიტომ გავაკეთე ჩანართი ესეთი რაღაცა გაშლა გამოვიდა მოკლედ იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და გემშვიდობებით დროებით